ულამაზესი ავტომობილი, რომლის შეძენისგან საქართველოში თავს იკავებენ. დღეს ჩვენ Renault SM6-ზე ვისაუბრებთ. SM6 ევროპაში ცნობილია სახელით Renault ტალისმანი. ის 2016 წელს გამოვიდა. მაშინაც და დღესაც ეს მოდელი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. ულამაზესი LED ფარები წინ და უკან, ლამაზი და განსხვავებული ცხვირი, რომელიც სხვა ავტომობილში ვერ აგერევათ. ეს Renault ტალისმანია. დახვეწილი და ლამაზი დიზაინის მქონე სალონი, სადაც ყველაფერი მარტივადაა მოწყობილი. Renault-ში ამ მოდელზე ნამდვილად კარგად იმუშავეს. თუმცა ეს მოდელი დიდი რაოდენობით არც ერთ ქვეყანაში არ გაყიდულა. ეს ყველაფერი კი ფრანგული ავტომობილების ცუდი სახელის გამოა. მოდით გავარკვიოთ, რეალურად ესეთი ცუდია თუ არა ეს მოდელი. ეს ავტომობილი ლამაზია როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც. SM6 გამოდის ძალიან ბევრი კომპლექტაციით, თუმცა მხოლოდ ყველაზე მაღალ კომპლექტაციებში აქვს მაღალი ხარისხის მასალები გამოყენებული სალონში. სხვა დანარჩენ კომპლექტაციებში საშუალოზე დაბალი დონის მასალებია. ამის გარჩევა კი ძალიან მარტივია ამ ორნამენტებით. თუმცა ამ ავტომობილის ფასიდან გამომდინარე, სხვა კომპლექტაციებში გამოყენებული მასალებიც დამაკმაყოფილებელია, ისევე როგორც ხმის იზოლაციაც. ის ამ კლასის ავტომობილისთვის საკმაოდ კარგია. SM6 აქვს სავალი ნაწილის ორი ვერსია და ორივე მათგანი ძალიან გამძლეა. ისინი უძლებენ ცუდ გზებს და არ საჭიროებენ განსაკუთრებულ ჩარევას. ხოლო თუ თქვენ ნერვიულობთ, რომ ვერ იშოვით ამ ავტომობილის სავალ ნაწილებს, მინდა გითხრათ, რომ SM6-ის პლატფორმა და სავალი ნაწილი სრულიად Nissan-ისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ SM6-ზე მიდის Nissan-ის სხვადასხვა მოდელების სავალი ნაწილები. SM6-ის გადაცემათა კოლოფების სია ძალიან დიდია. დავიწყოთ 6 სიჩქარიანი მექანიკით, რომელიც საოცრად გამძლეა და ძალიან დიდი რესურსი აქვს. აქ გადაბმულობაც კი მინიმუმ 200,000 კილომეტრამდე შეცვლას არ საჭიროებს. სიაში შემდეგი ეს 6 სიჩქარიანი DCT-ია. ეს არის ჩვენთვის კარგად ცნობილი Ford-ის მშრალი რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფი, რომელიც Ford Fiesta-ში და Ford Focus-ში შეგვხვდებათ. Renault-ში ეს რობოტი 2016 წელს კარგად დაამუშავეს და თუ Ford-ში მისი გადაბმულობა უკვე 50,000 კილომეტრზე გამოდის მწყობრიდან, Renault-ში მას 100-დან 150,000 კილომეტრამდე გავლა შეუძლია. აქაც ისევე როგორც Ford-ში აუცილებელი ამ გადაცემათა კოლოფის მოხსნა და ყოველ 40,000 კილომეტრზე მისი გადაბმულობის წმენდა და შეზეთვა. ამ შემთხვევაში თქვენ ამ გადაცემათა კოლოფთან 250,000 კილომეტრამდე არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. სიაში შემდეგი ეს Renault Nissan-ის მიერ შექმნილი 7 სიჩქარიანი სველი რობოტია. განსხვავება 6-იან რობოტთან სიჩქარეების რაოდენობის გარდა ისაა, რომ ამ შემთხვევაში გადაბმულობა მშრალად არ მუშაობს და ის Z-შია მოთავსებული. შესაბამისად, მის გადაბმულობას წმენდა და შეზეთვა არ სჭირდება. ამ 7 სიჩქარიანი რობოტის რესურსი 200-დან 250,000 კილომეტრამდეა, რის შემდეგაც შეკეთებას ექვემდებარება. სიაში ბოლო ეს Nissan-ის საყვარელი Jatco-s ფირმის ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფებია. როგორც ადრე ვთქვით, Jatco-s აქვს უამრავი ვარიატორის ვერსია. ზოგი მათგანი კარგია, ზოგი კი საშინელებაა. საბედნიეროდ SM6 ვარიატორის კარგი ვერსია შეხვდა. თუ თქვენ ამ გადაცემათა კოლოფში ისეც ყოველ 30,000 კილომეტრზე შეცვლით, ის თქვენ მინიმუმ 300,000 კილომეტრს გაგატარებთ. ამ კოლოფის სიცოცხლისთვის აუცილებელია ხარისხიანი ზეთი და მისი დროული შეცვლა. (2016-დან 2019 წლამდე SM6 აღჭურვილი იყო 1.5 ტურბო დიზელის ძრავით ღვედზე. იგივე ძრავი, რაც გვხვდება Renault QM3-ებში. ეს არის საოცრად გამძლე ძრავი, რომელსაც ვერ გააფუჭებთ. ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ, ეს ძრავის ღვედის და მისი დამჭიმების შეცვლა ყოველ 80,000 კილომეტრზე. ძრავის ჯაჭვისგან განსხვავებით, ძრავის ღვედის შეცვლა ბევრად მარტივია და ნაკლებ ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუ თქვენ ამ წესს დაიცავთ, ეს ძრავი უსასრულოდ ივლის.
ის წყვილშია მშრალ 6-სიჩქარიან რობოტთან. ამ ძრავით SM6-ის წვაგი ქალაქში 7 ლიტრს შეადგენს. სიდიდით შემდეგი ძრავი ეს 1.6 ტურბოდიზელის ძრავია. ამ შემთხვევაში ეს ძრავი უკვე ჯაჭვზეა და სწორედ ეს არის მისი მთავარი პრობლემა. 1.5-ის მსგავსად ეს ძრავიც საკმაოდ გამძლეა, თუმცა მისი ძრავის ჯაჭვი უკვე 200,000 კილომეტრამდე ითხოვს შეცვლას და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თქვენ ამით სრულად ძრავს გაანადგურებთ. ასევე ამ ძრავისთვის დამახასიათებელია მცირედი ზეთის შონვაც, თუმცა გამოცვლიდან გამოცვლამდე ზეთის დამატებას არ საჭიროებს. აღსანიშნავია ის, რომ 1.6 ბევრად სწრაფია ვიდრე 1.5 ძრავი. ეს ძრავიც წყვილშია მხოლოდ 6-სიჩქარიან მშრალ რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან. ამ წყვილის წვაგი ქალაქში 7 ლიტრს შეადგენს. ტალისმანის ევროპული ვერსია აღჭურვილია ბენზინის 1.6 და 1.8 ტურბირებული ძრავებით ჯაჭვზე. ეს არის ნისანის მიერ შექმნილი ძრავები და ორივე არის ზუსტად ერთი და იგივე. განსხვავება მხოლოდ კუბატურაშია. ეს ძრავები ძალიან გამძლე და უპრობლემოა. მათი ძრავის ჯაჭვიც კი 300,000 კილომეტრამდე შეცვლას არ საჭიროებს. ისინი წყვილშია 7-სიჩქარიან სველ რობოტთან. ორივე ამ ძრავის წვაც კი ერთი და იგივეა და ის 10 ლიტრს შეადგენს ქალაქში. ყველაზე დიდი ძრავი ეს 2-დანული ატმოსფერული ძრავია ჯაჭვზე. ამ ძრავს ახასიათებს ზეთის შონვა და დიდ გარბენზე ზეთის დაკლებაც. ძრავის ჯაჭვი უკვე 200,000 კილომეტრზე შეცვლას საჭიროებს. ის შეიძლება წყვილში იყოს როგორც 7-სიჩქარიან სველ რობოტთან, ასევე ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფთან. სამწუხაროდ არ გვაქვს ინფორმაცია როგორ გავარჩიოთ თუ რომელ გადაცემათა კოლოფთანაა 2-დანულ ძრავზე SM6. თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, გეტყვით რომ ძირითადად მაღალ კომპლექტაციებშია გამოყენებული ვარიატორი, ხოლო საშუალო და დაბალ კომპლექტაციებში 7-სიჩქარიანი რობოტი. გამოსვლის დღიდან დღემდე SM6 გამოდის ქარხნულ თხევად გაზზე. ამ მოდელს ძირითადად სამუშაოდ ან ტაქსად იყენებენ, რადგან ის ყველაზე გამძლეა. ძალიან გამძლე 2-დანულ ძრავთან წყვილში საკმაოდ კარგი ვარიატორია. ეს ძრავი სრულად უპრობლემოა და არ ახასიათებს რაიმე სისუსტე. ძრავის ჯაჭვი იჭიმება 350,000 კილომეტრ გარბენზე და თუ თქვენ მას დროულად შეცვლით, ის კიდევ დიდხანს მოგემსახურებათ ერთგულად. თხევად გაზზე SM6-ის წვა ქალაქში 12 ლიტრს შეადგენს. 2019 წელს მოხდა ამ ულამაზესი ავტომობილის რესტაილინგი. ამოღებული იქნა ბენზინის 1.6 ტურბოძრავი და 2-დანული ატმოსფერული ძრავები, ხოლო 1.6 დიზელი ჩაანაცვლა ახალმა 1.7 კუბატურის ტურბოდიზელმა. 1.7 დიზელის ძრავი ეს გაუმჯობესებული 1.6-ია, სადაც მოაგვარეს თითქმის ყველა ამ ძრავის პრობლემა. ის არის ძალიან გამძლე და თუ თქვენ ძრავის ჯაჭვს ყურადღებას მიაქცევთ, რომელიც 250,000 კილომეტრზეა შესაცვლელი, თქვენმასთან პრობლემები არ გექნებათ. ის წყვილშია ახალი თაობის 6-სიჩქარიან სველ რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან, რომლის რესურსიც 200,000 კილომეტრია. ამ გადაცემათა კოლოფთან ერთად ასევე წყვილშია SM6 ახალი დამატებული 2-დანული ტურბოდიზელის ძრავი, რომელიც საოცრად გამძლე და უპრობლემოა. აქ ძრავის ჯაჭვიც კი 400,000 კილომეტრამდე ყურადღებას არ საჭიროებს. ამ ძრავით SM6 ძალიან სწრაფი და დინამიურია, ხოლო წვაგი ქალაქში 8 ლიტრს შეადგენს. (2019) წლიდან რესტაილინგ SM6 ყველაზე გავრცელებული ძრავი ეს 1.3 ტურბო ბენზინის ძრავია. ეს არის რენოს და მერსედესის საერთო პროექტი. თქვენ ამ ძრავს ძალიან ბევრ მერსედესის და რენოს ავტომობილებში შეხვდებით. ეს ძრავი ჯერჯერობით ძალიან ახალია, თუმცა დღემდე მას რაიმე განსაკუთრებული სისუსტე არ გამოულენია. თავად ავტოექსპერტების თქმით,
ამ ძრავზე ჯაჭვი დაახლოებით 250,000 კილომეტრამდე იჭიმება და შეცვლა საჭიროებს. ის წყვილშია 7 სიჩქარიან სველ რობოტთან. წვაკი ქალაქში 9 ლიტრს შეადგენს. მოდით გავაკეთოთ დასკვნა. რენო ნამდვილად კარგ ავტომობილებს აწარმოებს, თუმცა ყველაფერს აფუჭებს ფრანგების სიყვარული რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფების მიმართ. თუ თქვენ რენო SM6, იგივე ტალისმანს რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფზე შეიძენთ, აუცილებლად აარჩიეთ ის დაბალი გარბენით. ტალისმანი იგივე SM6 არის თავის ფაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსხვავებული ავტომობილი, რომელიც ბევრად მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე ის რეალურად არის. TL Group უწევს რეკომენდაციას Renault SM6 2.0 თხევადი გაზის ძრავით და ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფით. ეხლა უკვე ავტომობილები შეგიძლიათ TL Group წერტილი G-ზე დაათვალიეროთ. ამერიკიდან, კორეიდან და ჩინეთიდან. ამერიკაზე დაჭერისას თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ შეარჩიოთ ავტომობილები ამერიკის აუქციონებზე. ასევე აქვე გაქვთ ტრანსპორტირების ფასები ამერიკის ყველა ლოკაციიდან. თქვენ წინასწარ იცით რა დაგიჯდება ტრანსპორტირების ფასი თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილზე. აქ ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალეა. კორეაზე დაჭერისას თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი უამრავი დაუზიანებელი ავტომობილი. ხოლო ტრანსპორტირების კალკულატორის მეშვეობით შეგიძლიათ გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე, ყველანაირი ზედმეტი დანამატის და გზაში გაძვირების გარეშე. ავტომობილის შერჩევის შემდეგ დაუკავშირდით ჩვენი მენეჯერებიდან ერთ-ერთს მითითებულ ნომერზე. თქვენ სამი ავტომობილის შემოწმება გექნება სრულიად უფასო და რა თქმა უნდა გარანტია გარბენზე. ჩინეთზე დაჭერისას თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ ახალი ჩინური ელექტროავტომობილების კატალოგი და ასევე გამოითვალოთ სრული ხარჯი საქართველომდე. მეორადი ვერსიების სანახავად კი დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერებს. TL Group-ი არ არის უბრალო ავტოიმპორტიორი კომპანია. ჩვენ გირჩევთ, რომელი ავტომობილია საუკეთესო თქვენს ბიუჯეტში და რომელი ძრავით. თუ ავტომობილი დაზიანებულია, ჩვენ მაქსიმალური სიზუსტით გითვლით შეკეთების ხარჯებს. ასევე შეგიძლიათ დაზიანებული ავტომობილი ჩაგვაბაროთ და უმოკლეს დროში მას შეკეთებულს დაგიბრუნებთ. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გრძელვადიანი ლიზინგის საუკეთესო პირობებით. ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ყველაზე სანდო კომპანიის სახელს საქართველოში. ოცნებები ხდება ჩვენთან ერთად. TL Group-ი